გიორგი ელიაშვილის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომათა დარბაზში თქვა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, თუმცა არ იცის როდის. სამის შანსი ჰქონდა გელა გელაძის უწყებას იმისთვის, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები და დაიდასტურებინა, რომ გიორგი ელიაშვილი რუსთაველის გამზირს ნამდვილად კეტავდა, თუმცა იურისტების განმარტებით ეს უწყებამ ვერ მოახერხა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ორი პოლიციელი და ადვოკატის განმარტებით ორივე პოლიციელმა სხვადასხვა ჩვენება მისცა, ვერ დაადასტურეს რა ვითარებაში და სად მოხდა გიორგი ელიაშვილის დაკავება. თავად ელიაშვილი ამბობს, რომ ის იყო ტროტუარზე და სკანდირებდა მხოლოდ ერთადერთ სიტყვას, რომ დაკავებები იყო სირცხვილი. რაც შეეხება გოტა ჭანტურიას სასამართლო პროცესს, მის საქმეს სწორედ ამ წუთებში განიხილავს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა. საქმე ეხება გასაჩივრებულ ჯარიმებს, 50 ჯარიმის საქმე უნდა განიხილოს მოსამართლე ცაცუამ და თქვას ძალაში დარჩება ეს ჯარიმები თუ გააუქმებენ. ფაქტურად მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი მტკიცებულება რისი წარმოდგენა დღესდღეობით შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს შეუძლია არის ორი პოლიციელის მტკიცებულება, რომ დამინახეს დანარჩენების ჩადენის დრო. მტკიცებულება იქნებოდა ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ალბათ არსებობს, მაგრამ მიზეზთა გამო ამ ვიდეო მტკიცებულების მოტანა არ ხერხდება სასამართლოში. ეს ალბათ იმას მიუთითებს, რა მდგომარეობაში არის დღეს სასამართლო. ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე მესამედ ჰქონდა შანსი იმისა, რომ წარმოედგინა ვიდეო მტკიცებულება თუ როგორ ჩადის ჩემი მარწვენებელი სამართალდარღვევას და წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ არ ჩადის ჩემი მარწვენებელი არანაირი სამართალდარღვევას. ისინი ერთდროულად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებს, რომლებიც არიან ორივე პოლიციელი, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელი და ორივე ერთმანეთის გამომრიცხავ ჩვენებს იძლეოდა შესაბამისად ეს სასამართლომ არ უნდა მიიღოს განხილვა. ამ შემთხვევაში ყველაზე ლოგიკური გაგრძელება პროცესი იქნება ის, რომ შეწყვიტოს სასამართლომ ადმინისტრაციული წარმოება ჩემი მარწვენობის წინააღმდეგ. გაქვთ ამის მოლოდინი. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გოტა ჭანტურიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე მანუჩარ ცაცუა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მეორის მიყოლებით გადაიდო პროცესები, რადგან შანსების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმას, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ნამდვილად ჩაიდინეს.